მოგესალმებით. ბატონებო და ქალბატონებო. ძვირფასო თანამემამულენო. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დადგა ისეთი მომენტი, როდესაც ყველა ჩვენთაგანის გულიდან, გონებიდან და სულიდან ამოხეთქილი მუხტი ერთიანი ხდება. უკვე 1 მილიონამდე ხელმომწერი აფიქსირებს ერთი და იგივეს, რომ სააკაშვილს ვადა ამოეწურა და იგი უნდა წავიდეს. საქართველოში შეიქმნა პროტესტის ახალი პრეცედენტი. მოსახლეობა თავისი პირადობის და მობილურის ნომრების დაფიქსირებით აწერს ხელს საპროტესტო დოკუმენტს და აფიქსირებს თავის ნებას. მემორანდუმით გაერთიანებული 60-ზე მეტი ორგანიზაცია 2 თვის განმავლობაში აგროვებდა ამ ხელმოწერებს. და დღეს მათი სახელით ჩვენი გაერთიანება, რომელსაც ქვია ერთსულოვნება, მიმართავს ყველას. დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია. კონდეს მორალური უფლება გაუსწოროთ ჩვენ შვილებს თვალი და არ შევრაცხოთ ჩვენი წინაპრების საფლავები. 20 იანვარს 13 საათზე ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, ხალხო. ღირსების შეკრებაა იქ. ჩვენს ერთსულოვნებაშია ჩვენი მომავლის გასაღები და ამიტომ ჩვენ ყველა ღირსეულ ადამიანებთან ერთად გსურს ყოფნა და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენი კოალიცია ერთსულოვნება სოლიდარობის გრძნობით უერთდება ყველა პეტიციას და მცდელობას, რომელიც მიმართულია სააკაშვილის უზურპაციის დასრულებისათვის. თუმცა ყველა მოთხოვნა, რომელიც უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში, მიგვაჩნია დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ ჩვენი კოალიცია გამოდის ინიციატივით და სთავაზობს პარლამენტს კანონ პროექტს, რომლის მიღებას ესაჭიროება 99 მანდატი. ამ კანონ პროექტის ინიცირება შეუძლია ერთ პარლამენტარსაც და თუ ის მიღებული იქნა პარლამენტის მიერ 99 ხმით, მას პრეზიდენტი ვეტოსაც ვერ დაადებს. აღნიშნული კანონ პროექტი შემუშავებული იქნა ჩვენი სამეცნიერო საბჭოს მიერ, რომელთა შორის უამრავი მაღალი კვალიფიკაციის იურისტები არიან და დღეს ჩვენთან ერთად არიან მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი პაატა ცნობილაძე და ცნობილი იურისტი ბატონი გელა სალუაშვილი, რომლებიც დეტალურად აგვიხსნიან ამ კანონპროექტის შინაარსს და მნიშვნელობას. მე მინდა აღვნიშნო, რომ ის ჩიხური მდგომარეობა, რომელიც დღევანდელი კონსტიტუციის მიხედვით შეიქმნა საქართველოში, ძალიან მარტივად შესაძლებელია პარლამენტის მიერ გადაწყვეტილი იქნეს. და ამ გადაწყვეტილებას ჭირდება ნება. ეს ნება ისტორიული მოვლენა იქნება. თუ ამ ნებას არ შეასრულებს პარლამენტი, ის ამ ისტორიულ მოვლენას ჩამოშორდება და არ იქნება მისი თანამონაწილე. მე ვთხოვ ბატონ გელას, თუ შეიძლება ორი სიტყვით აგვიხსნათ ამ კანონ პროექტის შინაარსს. ადგილი გაუცვალო? მიკროფონებთან მოვანო, გასაგებია, რომ მიკროფონებთან მოვანო. ბატონებო, უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ დღეს არსებული კონსტიტუცია ითვალისწინებს როგორც ასე ვთქვათ ნორმალურად წარმართვის პროცესების მდგომარეობას, ასევე საგანგებო მდგომარეობასაც. თუ დაუშვებთ და თქვათ აი ეს კოლიზია, რაც დღევანდელი მდგომარეობით არის შექმნილი, წარმოვიდგენთ, რომ არ არსებობს, მაშინ ის რომ 70 მუხში ჩაწერილი პირველ პუნქტში, რომ 5 წლიანი ვადით ირჩევა პრეზიდენტი და რომ საპრეზიდენტო არჩევნების მორიგი თარიღი არის ოქტომბრის თვე, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ეს უშვებს, რომ ოქტომბრიდან ათვლით 5 წლიანი ვადით მომავალ ოქტომბერს შეიძლება გაუვიდეს ვადა. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, რომელიც წარმოიშვა 2006 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით, 4 წლის იანვარში არჩეული პრეზიდენტისა და 2004 წლის მარტში არჩეული პარლამენტის მიერ იმის შემოტანა, რომ ოქტომბრის თვეში უნდა იყოს მომავალი არჩევნები, ითვალისწინებდა პარლამენტისთვისაც 5-6 თვით უფლებამოსილების გაზდას, რამე თუ მათ
4 წლის თავზე მარტში უმთავრდებოდათ არჩევნები და ოქტომბერში უნდა ყოფილიყო არჩევნები და პრეზიდენტსაც იანვარში უმთავრდებოდა ვადა და ოქტომბერში უნდა ყოფილიყო, აი როგორც დღევანდელი მდგომარეობა 10 თვით. იმის შემდეგ, რაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი იზოლებული იყო, გადამდგარიყო და 2008 წლის იანვარში დაინიშნა არჩევნები, ეს წინააღმდეგობა ისევ დარჩა. ანუ პრეზიდენტის ვადა თარიღთან მიმართებაში მოდის წინააღმდეგობაში. აი ამ შემთხვევაში კონსტიტუციას აქვს თავისი დამცავი მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც ვთავაზობთ ჩვენს პარლამენტს. აი ეს დამცავი მექანიზმი ითვალისწინებს ორ საგანგებო შემთხვევას. თუ რაღაც მიზეზის გამო, ასე ვთქვათ, ამ მუხლის ამოქმედება დადგება საჭირო. მოგეხსენება თქვენ, რომ ესე იგი სამართალმემკვიდრეობა, უფლებამოსილების სამართალმემკვიდრეობა საერთაშორისო სამართლის აღიარებული ძირითადი პრინციპია. ეს ნიშნავს, რომ არჩეულმა ორგანომ თავის ვადაში უნდა დაამთავროს, ვთქვათ, უფლებამოსილება. პარლამენტის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება წყდება ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, ხოლო პრეზიდენტის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება წყდება ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემთხვევაში. ეს კიდევ ვიმეორებ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ აი ეს 5 წლიანი ვადა და ოქტომბრის თვე ერთმანეთში წინააღმდეგობაში არ მოვიდოდა. იმ შემთხვევაში, რაც დღეს გვაქვს, ესე იგი 2008 წლის 20 იანვარს ფიცის დადების შემდეგ 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა გადის 2013 წლის 20 იანვარს. აქედან გამომდინარე 76 მუხლი ითვალისწინებს აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ორ მექანიზმს თავაზობს. ესე იგი, მაშინ ვკითხულობ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის 20 იანვრამდე, თუნდაც ერთი დღით ადრე, 19 იანვარს ამ დღეს ხვალზე, პრეზიდენტი სააკაშვილი გააკეთებს განაცხადს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომაზე, ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება 76 მუხლის მესამე პუნქტი, რომელიც ავალდებულებს, რომ პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და ამ ყველაფერ პროცედურას წარმართავს პარლამენტი. და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი 20 იანვრამდე ამ განაცხადს არ გააკეთებს, მაშინ ამოქმედება და ძალაში შედის, ესე იგი 76 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ესე საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობას. შეუძლებლობაში იგულისხმება სხვადასხვა პუნქტები. შეიძლება, ასე ვთქვათ, ზოგადად თუ ვიტყვით, პრეზიდენტი გარდაიცვალოს, შეიძლება ავად გახდეს, ან შეიძლება ქვეყნიდან გაიქცეს და იგი აღარ ასრულებს მოვალეობას და ამავე დროს ითვალისწინებს იმასაც, რომ მას ესე იგი კონსტიტუციის მეხუთე მუხლი იძახის, რომ არავის აქვს უფლება მიითვისოს და უკანონოს მოიპოვოს ხელისუფლება. და კონსტიტუციის 70 მუხლის პირველი პუნქტი იძახის, რომ ეს ვადა მას 5 წლიანი ვადით აქვს. მასადამე 2013 წლის 20 იანვრის შემდეგ მეხუთე მუხლისა და 70 მუხლის შემთხვევაში დგება მდგომარეობა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს კანონიერად აღარ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს მასზე კონსტიტუციით დაკისრებული პრეზიდენტის მოვალეობა. ამ შემთხვევაში ესე იგი აი ეს დადგენილება, რომელიც ბატონმა მიხეილმა ახსენა, პარლამენტის აი ამ ყველაფრის იურიდიულად გაფორმებისთვის პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომელშიც აისახება, აი რაც ჩვენ მოგახსენებთ, რომ ესე იგი 5 წლიანი ვადა უმთავრდება მას 20 იანვარს და რომ ასე ვთქვათ მის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. კონსტიტუციაში არის ორი მოთხოვნა. 5 წლიანი ვადა და ოქტომბრის თვეში ჩასატარებელი არჩევნები. ეს ორივე პუნქტი უნდა იყოს დაცული. მასადამე 20 იანვრის შემდეგ, როგორც კი პარლამენტი ამას იურიდიულად გააფორმებს, მისი უფლებამოსილება, ანუ პრეზიდენტის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს ოქტომბერში, ასე ვთქვათ, ისა ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, მე რომ ასე ვთქვათ, აი ეს
თემატიკა მთლიანად ამოვწურო. მინდა ესე იგი დავამატო, რომ კანონებს პარლამენტი იღებს სამ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ისა ქვია რეჟიმში. ეს არის აი ამ დადგენილება შეიძლება მიენიჭოს კანონის ფორმა, ამისათვის სჭირდება მინიმუმ 50 ხმა. ამას შეიძლება მიენიჭოს ორგანული კანონის ფორმა, მას სჭირდება 76 ხმა მინიმუმ და შეიძლება მიენიჭოს კონსტიტუციის 66 მუხლის თანახმად, ესე იგი საკონსტიტუციო შეთანხმების ფორმა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ესე იგი 3/5 ხმა, რაც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს 89 ხმას. და ყველა კანონი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აწერს ხელს. და თუ პრეზიდენტი არ მოაწერს და თქვათ ვეტოს სურვილი ექნება, ვეტოს დაძლევა ისევ 99 ხმით ხდება შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, თუ ეს დადგენილება იქნება საკონსტიტუციო შეთანხმება, ვეტოს გამოყენების აუცილებლობას და შესაძლებლობას კი ესე იგი ძირშივე გამოირიცხება. აი ეს არის ის მექანიზმი მოკლედ, რომელიც კონსტიტუციაში შესატანით ცვლილებების გარეშე შესაძლებლობას გვაძლევს დღეს შექმნილი სამართლებრივი აი ამ ესე იგი ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას. აი ეს მიგება. ეხლა მე ბატონ პაატარ ცნობილაძის თხოვ, თუ შეიძლება კომენტარი გავუკეთო. ბატონ გიეთქვა. შეუცვალეთ. აქეთ გადმოგზავნით. ძალიან კარგი ანალიზი მოვისმინეთ ბატონი გელეს მიერ გაკეთებული. ეხლა თავარი ამ შემთხვევაში მაინც რა არის, მინდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, რომ ძირითადი პრობლემა, რომელიც გამოისახა აი ამ საკითხებზე მსჯელობისას და რასაც იყენებენ და უთითებენ, თქვათ, პრეზიდენტის ინტერესების დასაცავად მისი დამცველები, ეს გახლავთ 70 მუხლის მე-9 პუნქტი. თქვენ იცით, ახლა ყველაზე ხშირად სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობენ და ისიც ითქვა, რომ ეს მუხლიც, თქვათ, რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობებით სავსეა, ვინაიდან პირველი და მე-9 პუნქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და იქცა რაღაცა ისეთ ყვადაღებულ თემად. მინდა გითხრათ, რომ თუ კი კარგად წავიკითხავთ კონსტიტუციის აი ამ მუხლის შინაარსს, ვნახავთ, რომ არანაირი წინააღმდეგობა მათ შორის არ არის. და ვერც ერთ მითითებას ვერ შეხვდებით იმისას, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტს უგრძელდებოდეს ვადა იანვრიდან ოქტომბრამდე. ის რომ მე-9 პუნქტში წერია, რომ მითითებული არის ოქტომბრის თვე, აქ საუბარი არის სრულიად სხვა საკითხზე და არა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელებაზე, აქ საუბარი არის არჩევნების ჩატარების პროცედურაზე. და პროცედურის ერთ-ერთი სახე გახლავთ მისი დანიშვნის ვადა. ამიტომ ის რომ ოქტომბერში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც 70 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად თავისი უფლებამოსილების ვადა, ის არჩეული არის 5 წლით და ეს კალენდარული 5 წელი იწურება 20 იანვარს, მისი უფლებამოსილების ვადა მთავრდება აქ და არ არის აუცილებელი, რომ ოქტომბრამდე და არ არის აუცილებელი კი არა, ვერც იქნება ოქტომბრამდე ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. მე ცოტა უფრო ის მაკვირვებს ხოლმე, როდესაც თქვათ პრეზიდენტის ოპონენტების მხრიდან გაისმის ესეთი, ასე ვთქვათ, შეძახილები, ესეთი წინადადებები, რომ რა უჭირს იყოს ოქტომბრამდე. ჩემი აზრით ძალიანაც რომ უჭირს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ ქვეყანაში ხელისუფლების მითვისების კიდევ ერთ ფაქტს. და ამან სადამდე მეიყვანა ჩვენი ქვეყანა, თქვენ ძალიან კარგად იცით მთელი ამ წლების განმავლობაში. ამიტომ კიდევ ერთი პრეცედენტის დაშვება ამ თვალსაზრისით, ფიქრობ, რომ ძალიან
ასე ვთქვათ, კარგ შედეგებამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს, იმიტომ რომ ეს წრე, რომელიც უკანონობათა მთელი ეს წრე, რომელიც არა თუ მხოლოდ ამ 9 წლის განმავლობაში, არამედ მანამდეც თქვენ კარგად გახსოვთ, რომ იყო პერიოდი, როდესაც იგივე შევარდნაძე ესეც უპრეცედენტო ფაქტი იყო სხვათაშორის მსოფლიო ისტორიაში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იმავდროულად იყო სახელმწიფოს მეთაური. ანუ ორივე ხელისუფლება შეთავსებული იყო ერთ ადამიანში. დაახლოებით იგივე სიტუაცია მივიღეთ ჩვენ, ოღონდ უფრო შელამაზებული ფორმით, აი ამ 2004 წლის შემდეგ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შევიდა უამრავი ცვლილება და რამაც ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა საერთოდ დემოკრატიული სახელმწიფოს არსი საქართველოში. ამიტომ მე მინდა უბრალოდ ძალიან კაფიოდ გავუსვა კიდევ ერთხელ ხაზი. აქ ბატონმა გელამ ისაუბრა იმ მექანიზმებზე და აქ სადაო ბევრი არაფერი არ არის, ვინაიდან პირდაპირ კონსტიტუციაში არის გათვალისწინებული თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების უწყვეტობის პრინციპის განხორციელება, თქვათ, ვინ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას ოქტომბრამდე და როგორ უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები სხვადასხვა ვარიაციებით, მაგრამ კაფიოთ მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ არანაირი იურიდიული საფუძველი საქართველოს პრეზიდენტისათვის ოქტომბრამდე უფლებამოსილების გაგრძელებისათვის საქართველოს კონსტიტუციით არ არსებობს და თუ კი ასეთი რამ მოხდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების თვითნებური მითვისება, ძალაუფლების უკანონო გამოყენება, იმიტომ რომ 21 იანვრიდან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ის იქნება ისეთივე პრეზიდენტი, როგორიც წარმატებული შეიძლება ვიყოთ ჩვენც, თითოეული თქვენთაგან, იმიტომ რომ ყველა შეგვიძლია 21 სექტემბრის მერე ვთქვათ, იმის იანვრის მერე ვთქვათ, რომ ჩვენც ვართ პრეზიდენტები და თუ დაგვიჯერებენ, შეიძლება ჩვენ შევასრულოთ ეს მოვალეობა. ამიტომ მინდა უთხრა ყველას, რომ სხვათა შორის ეხლა კი გაისმის, რომ თქვათ, რა მოხდა, რა დაშავდება ამით და რომ მშვიდობიანად ჩაიაროს, მე პირდაპირ მინდა გითხრათ. თუ კი სამართლიანობის აღდგენის პროცესებს საუბრობთ და თუ კი საუბრობთ იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს წესრიგი, პირველ რიგში წესრიგი უნდა დამკვიდრდეს სახელისუფლებო სტრუქტურებიდან. და ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს სწორედ იქიდან, რომ უკანონოდ მითვისებული, მით უმეტეს ძალაუფლება და თქვენ იცით, რომ ძალაუფლება არ არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა, შეიძლება ვიღაცამ მიითვისოს ვინმეს ქონება, ამ ქონებას ის დაიბრუნებს. დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, მაგრამ ძალაუფლების დაბრუნება თუ დაუყოვნებლივ არ მოხდა, ამას ძალიან სერიოზული შედეგები ახლავს როგორც წესი თან. ამიტომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი პირველ რიგში უკავშირდება საზოგადოების საჯარო ინტერესს. რათა თუ კი ამ დონეზე არ იქნება სამართლიანობა აღდგენილი, მე ნაკლები იმედი მაქვს იმისა, რომ უფრო ქვემოთაც იქნება შესაძლებელი სამართლიანობის აღდგენა. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ის საზოგადოება, რომელიც მიუერთდა თავისი ხელმოწერებით აი ამ პროცესს და ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ თავის გულის წყრომას, თავის გულის ტკივილს აი ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ასე უდგებიან ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოუწოდებთ არავის რაღაცა ისეთი ძალადობის და ძალმომრეობითი მეთოდების გამოყენებისაკენ და ასე შემდეგ. მე პირიქით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ეს უნდა იყოს დღე, სახალხო ზეიმი, როდესაც ხალხი უბრალოდ გამოხატავს თავის გრძნობას და ემოციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს აი ტერორის ეპოქა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბატონმა პრეზიდენტმა მოუწყო თავის ხალხს. დიდი მადლობა. დღევანდელ გაზეთებში
ალიაში საერთო გაზეთში გამოქვეყნდა ჩვენი ულტიმატუმი პრეზიდენტის მიმართ. სამართლებრივად ჩვენ მივდივართ სწორი გზით, საკონსტიტუციო სამართლოში ვიყავით, პარლამენტში იყო ძალიან სერიოზული შეხვედრა და დღეს, როგორც გითხარით, გამოქვეყნებული აქვს დოკუმენტი, ესე იგი ულტიმატუმი პრეზიდენტის მიმართ. იქ დასაბუთებულია ეპოქა, რას წარმოადგენდა ის ეპოქა, რომელსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის ეპოქა ქვია საქართველოსათვის. ვისაც მოწონს ის, ჩვენ მას არაფერს თავზე არ ვახვევთ, პირდაპირ ვამბობთ, რომ კი ბატონო, მოგწონდეთ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეპოქა მთავრდება უკვე 20 იანვარს და 21 იანვრიდან სრულიად სხვა სიტუაცია იწყება ქვეყანაში. სწორედ სხვა სიტუაციის დაწყების მექანიზმს თავაზობთ ჩვენ დღეს პარლამენტს. პარლამენტს თუ გააჩნია ამის ნება და თუ აქვს ამის სურვილი. ორი რამ, რაც ადასტურებს იმას, რომ აი ეს შეკრება, რომელზეც წერია, რომ ეს არის ღირსების შეკრება. და ამას ჩვენ ვაკრავთ ბევრ ადგილზე. აქ არის მინიშნებული, კიდე ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ ეს არის ღირსების შეკრება. ორი რამის გამოა ეს მნიშვნელოვანი. პირველი, ღირსება აქვს იმ ხალხს, რომელიც იცავს თავის კონსტიტუციას. ატივს ცემს თავის კონსტიტუციას და არავის აძლევს უფლებას თუნდაც 1 საათით მიითვისოს ძალაუფლება. ჩვენ ცივილიზებული ქვეყანა ვართ, ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერი და ქვეყანა ვართ და ვიცით ძალიან კარგად, რომ უნდა ვიყოთ მუდმივად ცივილიზაციის მწვერვალზე. ნურაფერს ნუგვასწავლის ჩვენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ცივილური დამოკიდებულება სოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი და ჩვენს დამოკიდებულებას ვაცხადებთ 5 იანვარს, ეს 20 იანვარს მთავრდება 5 წლიანი ვადა საქართველოს პრეზიდენტობის. ერთი ეს. მეორე, ჩვენ რატომ ვაქტიურობთ და რატომ არის ჩვენი პოზიცია ასეთ პრინციპული. მიხეილ სააკაშვილის თავხედობა არასდროს აკდა, მაგრამ იგი განსაკუთრებულად გათავხედდა ბოლო პერიოდში. აი, როდესაც ადამიანი აძლევს თავის თავს უფლებას თქვას, რომ პარლამენტის გარეშე ქუთაისში იქნება მკვდარი ქალაქი. ბერლინი დაანგრიეს, დააქციეს, მაგრამ გერმანელებს მკვდარ ქალაქად არ გამოუცხადებიათ და ამბობდნენ, რომ ეს არის ცოცხალი ქალაქი და დადგება ფეხზე. პრეზიდენტმა უკადრებელი აკადრა ქართულ ისტორიას. პარლამენტი არ ყოფილა ქუთაისში და არასდროს ქუთაისი მკვდარი ქალაქი არ ყოფილა. და დასავლეთ საქართველო იქნება მკვდარი. პრეზიდენტმა მიცა თავის თავს უფლება ბოლშევიკური პრინციპი გამოეყენებინა რეგიონალური ქალაქები. რეგიონალური ქალაქი ახალმა ეკონომიკამ არ იცის. ახალი ეკონომიკისათვის ერთი ქალაქი მეორისათვის არ არის რეგიონალური ცენტრი. ეს არის სამარცხვინო რამ, რომლითაც აი რა აპერირებასაც აკეთებს დღეს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი დღეს საუბრობს იმაზე, რომ ვიღაცამ აიღო ქთამი, ესე ლაპარაკია, აი როგორ გათავხედდა, როგორ ჩასაფრდა, რომ ლაპარაკობს, რომ ვიღაც პოლიციელმა აიღო ქთამი. კაცი გამოვიდა უკვე მდგომარეობიდან, მას დაკარგა მართ არასდროს ქონდა, მაგრამ გასაბოლოოდ დაკარგა მართვის უნარი და ასეთი კაცი დღეს აცხადებს, რომ იგი არის პრეზიდენტი. თუ ჩვენ ძლიერად არ დავდგებით 20-ში, თქვენ ნახავთ არ ნახულად, აი დღეს ხოთ გათავხედებულია, არ ნახულად გათავხედებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ვეღარაფერი ვეღარ შეეკავებს. ამ 1 მილიონმა ადამიანმა დიდი გაბედულება გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა ამას არ იწონებს, მხარს არ უჭერს, ძველი მთავრობა კატეგორიულად ებრძვის, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც თავისი პოზიცია დააფიქსიროს, როგორც აქ ბატონმა მიხეილ ანდღულაძემ მოგახსენათ, ხაზგასმით, ტელეფონის ნომრის მითითებით, ხელის მოწერით, მისამართით და თავისი პირადობის მოწმობის დაფიქსირებით. ეს არის უდიდესი რამ. ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ ამ ხალხის წინაშე. ამ 1 მილიონმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვიცით პატივისცემა იმ 1 მილიონი ადამიანის ხელის მომწერის. ჩვენ ვართ ის ხალხი, რაც არ უნდა დავჭირდეს, დავიცავთ იმ 1 მილიონის ესე იგი ხელმოწერას. ჩვენ ამით მიუმართავთ მათ მიერვე არჩეულ პარლამენტს და ვეუბნებით მარტივ რამეს, რომ გადადგით ნაბიჯი. ჩვენ მიუმართავთ მათ მიერვე არჩეულ მთავრობას. კოჰაბიტაცია გამოგონილია იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა კი არ უნდა გადარჩეს, უნდა გასამართლდეს. და მნიშვნელოვანი რამ, რაზეც მინდა ვთქვა, რატომ ვაქტიურობ ჩვენ განსაკუთრებულად. პროგრამა, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი 1 ოქტომბერს, არის საქართველოს მომავლის პროგრამა. მიხეილ სააკაშვილი აქამდე იყო ჩასაფრებული. უკვე დაუპირისპირდა ამ პროგრამას. ეს პროგრამა ვერ იტანს დაპირისპირებას. ეს ნიშნავს, რომ პროგრამა, რომელიც ქვეყნის მომავლის პროგრამა იყო, ნულდება, ვერ სრულდება და ეს მძიმე დაწვება ძალიან ქართულ ოცნებას. მე ქართული ოცნების ავტორიტეტი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში. მე მაინტერესებს პროგრამა ვერ სრულდება, რომელიც არის ქართული საქართველოს მომავლის პროგრამა. ჩვენ ვიცავთ საქართველოს მომავლის პროგრამას, ჩვენ ვიცავთ ქართველი ხალხის ღირსებას და ვიცავთ საკუთარ ღირსებას
ასე როდესაც გამოვდივართ 20 რიცხვში პირველ საათზე და მას ვეძახით ღირსების შეკრებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა იქ და ვინც ვერ მოვა, ჩვენთან იქნება განწყობით. მინდა ვისურვო, რომ ეს განწყობა აქვს, უნდა კონდეს ახალ პარლამენტსაც, ძალიან ბევრს დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ოჯახშიც ბევრი ისე ფიქრობს, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და ეჭვი არ მეპარება ამაში, რომ ბატონ ბიძინასაც მიაჩნია და თქვა კიდევაც ერთხელ, რომ 21 რიცხვის შემდგომ პრეზიდენტი აღარ არის სააკაშვილი. ის თქვა იუსტიციის მინისტრმაც, ეს თავის დროზე აქვს დათქვამი ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, ამას ხელი აუწია, როდესაც იმპიჩმენტი გამოცხადდა 25 ნოემბერს 2010 წლის 20-მდე პარლამენტარმა, რომლებიც დღეს არიან და მე მათ მინდა უთხრა, რომ ვიყოთ ღირსებით და ღირსეულად დავიცვათ საქართველოს ღირსება. ბატონ თემური, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება თქვენს დაანონსებულ აქციას საზოგადოების ხარდაჭერა და სათანადო რაოდენობის ხალხი ვერ შეკრიბეთ, როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯები? ჩვენ უკვე შევკრიბეთ მთავარი 1 მილიონმა ადამიანმა თქვა, რომ თქვენთან ვართ და ჩვენი პრეზიდენტი აღარ არის სააკაშვილი. თანაც ეს გაკეთდა, მე არ ვიდექი სათავეებთან, ბატონი მიხეილმა დაიწყო ცოტა გვიან შეუერთი და მას ის გეტყვით, მაგრამ მე უდიდეს პატივს მივაგებ იმ პროცესს, რომელიც იყო ხელმოწერებთან დაკავშირებული, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ და ყველა ადამიანმა, ვინც ხელი მოაწერა, ის არის იქ, სადაც წყდება სწორედ თავარი საკითხი. ეს ერთი და მეორეც. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ვისაც ღირსება აქვს, განწყობითაც ჩვენთან იქნება და ფიზიკურადაც ერთად ვიქნებით. ესა მე კიდევ ხას უსვამ, ერთად ვიქნებით. ეს არ არის ჩემთან მოსვლა, თქვენთან მოსვლა. ეს არის ღირსების შეკრება, ღირსების შეკრებაზე ღირსეული ადამიანები მოვლენ. მადლობთ.